მოგესალმებით და ვიწყებთ ჩვენს YouTube კურსს, ჩემი პირადი აზრით. საუკეთესო კურსს საქართველოში React Native-თან დაკავშირებით. ზოგადად ფიზიკურად არ შემხვედრია ჯერ ეს ერთი React Native-ის რაიმე საინტერესო კურსი. და მეორე ის გვინდოდა და ზოგადად ჩვენი იდეა არის შემდეგნაირი, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ და განმოვითაროთ ტექსამყარო საქართველოში. შესაბამისად, მოგვეცა ესეთი შესაძლებლობა, რომ React Native-ის კურსის ფარგლებში ყოფილიყო ეს კურსი ყველასთვის ხელმისაწვდომი. და რას ნიშნავს ახლა ეს? ქვემოთ აღწერაში იქნება მითითებული ბმული, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანხა გადაიხადოთ. რამდენსაც შეძლებთ, რამდენსაც ჩათვლით საჭიროთ, რომ ეს კურსი ღირს, მაქსიმალურად თქვენზეა ეს ყველაფერი მორგებული. დიდი ხანი აქვს სურდა მსგავსი რაღაცის გაკეთება და ცდა და ზოგადად არ მახსენდება საქართველოში მსგავსი შემთხვევა. ასევე გაკეთდა ძალიან საინტერესო პლატფორმა, რომელსაც მივესალმები, ეს არის KISA. და შესაბამისად KISA-ს ლინკი დახვდებათ აღწერაში, სადაც შეძლებთ, რაღაცა განკუთვნილი თანხა ის, რასაც შეძლებთ და რასაც ჩათვლით საჭიროთ, რომ ეს კურსი ღირს, გადაიხადოთ. ამ კურსის ფარგლებში, როგორც ხედავთ, მიმოვიხილავთ, თავიდან დავიწყებთ basic-ებით React Native-ის. შესაბამისად შევხედავთ ასევე, როგორ დააფასებს მაყურებელი ამ პროექტს, როგორი წარმატება იქნება, როგორ მოგიწონებათ, რა შედეგს მიიღებთ და ამის მიხედვით შემდგომ გადავწყვიტავთ Advanced React Native-ის კურსის გაკეთებას, ისევ YouTube-ის ფარგლებში თუ უკვე LineDev-ის აკადემიის შიგნით. აქვე დავურთავ, რომ ვეძებთ React Native developer-ებს და ზოგადად LineDev-ი არ არის რაღაც ადგილი, სადაც ტარდება კურსები. LineDev-ი არის software development კომპანია, სადაც მუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე, სხვადასხვა software-ზე და აქედან გამომდინარე ჩვენ შიგნით მყოფი სტუდენტები, ვინც არიან ჩვენს აკადემიაში, მათ იძლევათ შესაძლებლობა რომ დასაქმდნენ. შესაბამისად, გვაქვს ერთი ადგილი და შესაძლებლობა გვინდა ასევე რომ მივცეთ იმ ერთ ადამიანს, ვინც React Native-ის კურსში მიიღებს მონაწილეობას და განვითარდება ნულიდან დაიწყებს, ეს ერთი ხო, ვისაც სურს რომ React Native დაამყაროს. მეორე შესაძლებლობა ეძლევათ შედარებით უკვე გამოცდილ front-end developer-ებს, ვისაც სურს რომ React Native-ი დაამუღამოს და არ აქვს დრო, ან რაიმე მსგავსი. ეს იქნება სერიები, როგორც აღნიშნე, როგორც ჩვეულებრივი რაღაცა random კურსი, სადაც კვირაში 3-ჯერ აიტვირთება ვიდეო და შესაძლებლობა გეძლევათ, რომ საიდად ისწავლოთ და დაამუღამოთ React Native-ი, რა თქმა უნდა, საუკეთესო პრაქტიკებით და, ამას თუ გვიჩვენებს, რამდენად ხარისხიანი იქნება ეს პროდუქტი, რამდენად გაგისწორდებათ და ზოგადად რამდენად წაიღებთ შედეგს. ასევე კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ გამოგვიწერეთ აუცილებლად თუ გსურთ, რომ ეს კურსი შედგეს და გაგრძელდეს, ლაიქიც აუცილებლად ამ ვიდეოს და შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ. მოდი ზოგადად ვისაუბროთ, რა არის React Native. და საერთოდ რა არის, რა შუაშია, ხო? ვინ შექმნა? React Native-ის შექმნა Facebook-ის გუნდმა, რომელ წელს და რაღაც ბიოგრაფია ზოგადად, ხო, არაფრის მომცემი არ არის, შესაბამისად არ მახსოვს. მახსოვს, რომ წავიკითხე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, რამეში დამჭირვებია თქო, მოგატყუებთ, ამიტომ შეგიძლიათ ეგ ინფორმაცია დაგუგლოთ, თუ დაგაინტერესებთ. React Native არის component-based framework-ი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს არა მხოლოდ მობილური აპლიკაცია, არამედ desktop აპლიკაციაც, ვებსაიტიც და ასე შემდეგ. ყველანაირი სახის სერვისი შევქმნათ
და შევქმნათ ულამაზესი UI. შესაბამისად, როგორც ვიხდით, არის ძალიან flexible ტიპი, არის ძალიან მასახერხებელი, ძალიან გავს React-ს და ზოგადად ამიტომ ამბობ, ვინც არიან React developer-ები, ყველა ვარიანტში უნდა ჩავუშლით React Native-ს, უნდა ჩავუშლით რა თქმა უნდა ჩვენს CSS-ზე და მოდი შეგახედებთ ახლა React-ის React Native-ის ვებსაიტს, ხო? აქ ხედავთ და ძალიან მივასება მე პირადად React Native-ის არის სლოგანი learn once and write anywhere, ხო? ზუსტად ის იკითხება ამ წინადადებაში რას თქვი, რომ ოკეი, დავამღვამე React-ი, შესაბამისად ვისწავლე ერთხელ და გამოვიყენე ყველგან, ხო? გამოვიყენე დესკტოპის აპლიკაციაში, გამოვიყენე მობილურის აპლიკაციაში, გავაკეთე რაღაც ტელევიზორის აპლიკაცია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, ძალიან გავს React-ს, ჩემი აზრით, მომწონს და React-ის ვებსაც კი მირჩევნია რაღაც მომენტში თუ UI-ზე ვკონცენტრირდები, მით უმეტეს თუ რაღაც ტელეფონის აპლიკაციაზე მუშაობ. შესაბამისად, აქ შეგვიძლია დავაჭიროთ უბრალოდ get started და აქ ახლა ჩვენ რა გვაქვს, ხო? აქ გვაქვს ჩვენ ახლა, რა და როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ, ხო? აქ მაქვს ახლა მომენტი, შემიძლია დავაჭირო set up environments და უკვე ეს ვებსაიტი თვითონ აღიქვავს ესე იგი რა მოწყობილობაზე ვარ, ხო? ამ შემთხვევაში მე ვიყენებ Windows, შესაბამისად ნახე Windows-ი, აქ შემიძლია ამოვირჩიოთ target-ი Android-ი. ანუ ასევე არის Linux-ისთვისაც. აქ ნახავთ რომ iOS-ი ოკეი, მე არ შემიძლია როგორც Windows-ის მომხმარებელს, შესაბამისად ფიზიკურად ვერ დავაყენებ. ოკეი, მაქვს Android-ის მომენტი და შესაბამისად ეხლა უნდა დავაყენოთ აი ეს ხო, ჩვენ დაგვჭირდება Node-ის environment-ი რომ გავუშვათ. JavaScript-ი თუ Node-ი გაინტერესებთ. ყველას გეშურთ ჩვენ Node.js-ის advanced course და Microsoft Open JDK და ეს რომ დავაყენოთ, ამისთვის გვჭირდება Choco. Choco-ც ეს არის ჩვენი Choco. ხო, chocolate-ი, არ ვიცი. ოკეი. შესაბამისად შეგვიძლია დავაყენოთ Choco მარტივად, ხო? აქედან შეგვიძლია ამოვირჩიოთ, მაგალითად ეს შეგვიძლია ამოვირჩიო და შემდგომ, ხო, შემიძლია package-ი ჩავიწერო, ან შემიძლია იდეაში ადმინისტრატორში გავუშვა. მე იდეაში Choco დაყენებული მაქვს უკვე და შესაბამისად მოდი ეს რაღაცას ვიტყვი, თუ ვინმე სიტყვაზე, ხო, გაუჭირდება, აი აქ install-იც არის. თუ ვინმეს გაუჭირდება სიტყვაზე, როგორ შეიძლება Choco-s დაყენება, დააკომენტარეთ და შემდეგ ვიდეოში განვიხილავ, ხო? ამ მომენტში ვთვლი უკვე რომ გქონიათ შეხება, ვინც მაგალითად ამ კურსს იწყებს და გქონიათ შეხება HTML-თან, CSS-თან, JavaScript-თან, React-თან, იყენებთ terminals, იცით სხვადასხვა კომანდები, შესაბამისად, მსგავს basic საკითხებში აღარ შევწმოვანდები, მაგრამ თუ საჭირო იქნება და თუ ისეთი ადამიანიც აღმოჩნდება, ვინც აბსოლუტურად ნულიდან იწყებს და რაღაცა ვერ გააკეთა, ხო? აქედან გამომდინარე აუცილებლად დამიკომენტარეთ და ყველაფერს განახებთ დეტალურად. სხვა შემთხვევაში თუ არავინ არ იქნება მსგავსი და ყველას რაღაცა შეუძლია უკვე, აქედან გამომდინარე ახლა მეც ყველად დროს არ დავკარგავ. შესაბამისად, Choco-s ვაყენებთ ჩვეულებრივად, როგორც შევთანხმდით და შესაბამისად შემდგომ შეგვიძლია გავუშვათ აი ეს კომანდი და დავაყენოთ Node.js-ის დარწმუნებული ვარ გიყენიათ და Microsoft Open JDK 17-ით შეგვიძლია რომ დავაყენოთ. აქედან ამას რომ გავუშვებთ ჩვენ PowerShell-ში, შემდგომ გადმოვდივართ და აქ, აქედან უკვე შეგვიძლია რომ ავდგეთ და npx create expo app latest-ი გავუშვათ, ან გადავალ მაგალითად Expo-s ვებსაიტზე და აქედან შემიძლია Expo-ზე გადავიდე და აქ ვნახავთ რომ ოკეი, ეს არის უკვე ჩვენი Expo-s აპლიკაცია. ძალიან საინტერესო UI აქვს. აქედან შემიძლია გადავიდე დოკუმენტაციაში და აქ ხედავთ უკვე რომ შეგვიძლია აი ეს კომანდი გავუშვათ ჩვენს ტერმინალში და ხო, აი ეს მომენტია. შესაბამისად დავსტარტავთ ჩვენ აპლიკაციას. აი, ახლა, სანამ აპლიკაციას დავსტარტავ,
ასევე მე დამჭირდება აი ეს ხო, პლატფორმა, სადაც შევძლებ რომ მე ავდგე და ჩემი აპლიკაცია გავუშვა, ხო? ერთი მომენტია, ვინც Windows-ის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ Android Studio ჩამოიწეროთ. Android Studio-ს ჩაწერა არის შესაძლებელი. ერთ წუთი. ოკეი. Android Studio ჩაწერაც არის შესაბამისად შესაძლებელი. ნუ ამ შემთხვევაშიც მე Android-ი უკვე ჩაწერილი მაქვს შესაბამისად თან დიხანი ჭირდება. უბრალოდ ინსტრუქციას უნდა მიყვეთ, გაეცნოთ რასად როგორ არის და შესაბამისად შემდგომ ჩვეულებრივად შეძლებთ უკვე რომ ჩაიწეროთ, ხო? არანაირი სირთულე არ არის, უბრალოდ ჭირდება ცოტაოდენი დრო, რომ ჩაიწეროთ Android Studio და შესაბამისად უკვე როცა ჩაიწერთ და დაინსტალირებთ, აქედან დავიწყებთ. ამაშიც ანალოგიურად თუ ვინმეს რაიმე სირთულე შეხვდება, ან რაიმე გაუგებრობა იქნება და ვერ დააყენებთ, აუცილებლად დააკომენტარეთ და შესაბამისად, ხო. ნუ შემდეგი ლექცია გვექნება installation-ის ამბავში. ოკეი, კაი. როცა დააყენებთ, ხო, იდეაში შეგვიძლია ჩვენ Expo დოკუმენტაციაში დავბრუნდეთ და ნუ როდესაც გახსნით უკვე აი ესეთი Android Studio-ს მიიღებთ. ამ შემთხვევაში შემიძლია რაღაცა virtual SDK გავხსნათ. და ნუ ამ შემთხვევაში მე უკვე არჩეული მაქვს Pixel 8 Pro. თუ თქვენ არა გაქვთ, თქვენ შემთხვევაში შეგიძლიათ აერჩიოთ მაგალითად, ხო, რაიმე და აქედან გამომდინარე შემდგომ დააჭიროთ next, რომელიც თვითონ მონიშნავს უკვე ხო, ან vanilla creams, ან მაგალითად API 36-ს, ან რაც იქნება იდეაში საჭირო, ხო, რასაც აყენებთ, ჩემ შემთხვევაში აი ეს არის მაგალითად, ამ შემთხვევაში მე აღარ დავაყენებ და უბრალოდ დავსტარტოთ ჩვენი ემულატორი, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად გავუშვებ ახლა მე ჩვენს ემულატორს, რომელიც ადგება და დასტარტავს ჩვენ Android-ს. შეგახედებთ ახლა. აი ესე გამოიყურება ჩვენი Android-ი, რომელიც აი აქ განვათავსებ და ნუ რაღაცა მომენტში დაისტარტება რა. ოკეი, სანამ ჩვენი Android-ი იღვიძებს და ხოდზე მოდის, ესე რომ ვთქვათ, შეგვიძლია, ოკეი. ხელი არ შეგვიშალოს, ეს შეგვიძლია დავკეცოთ. ეხლა შემიძლია მე აი ეს მოვაკოპირო, ხო? და ავდგე ტერმინალში, მაგალითად სასურველ folder-ში გადავიდე, მაგალითად CD, desktop-ზე გადავალმე. და გავუშვათ ეხლა ეს კომანდი. და ეს კომანდი ადგება და შეგვიქმნის ჩვენ desktop-ზე უკვე ჩვენს აპლიკაციას, ხო? Expo აპლიკაციას, Expo repositories, მოდი დავარქვათ React Native YouTube course. აი ეს. რომელიც შექმნის აპლიკაციას. აინსტალირებს ახლა პაკეჯებს, სანამ დააინსტალირებს. მოდი შეგახედებთ როგორ გამოიყურება ახლა ჩვენი ემულატორი, ხო? აი ესე გამოიყურება ჩვეულებრივი ტელეფონია. ამ შემთხვევაში შემიძლია, ნუ ტელეფონის ემულაცია არის რეალურად. ასევე ძალიან მაგარი ფიჩერი აქვს და განახევთ, როდესაც უკვე დაინსტალირებს ჩვენი npm package-ები, როდესაც დაინსტალირდება, ასევე განახევთ როგორ შეიძლება გახსნათ ტელეფონში, ხო? და მაგალითად საერთოდ არ დაგჭირდეთ Android Studio-ს დაყენება, უბრალოდ QR-კოდს ასკანერებთ და შესაბამისად თქვენივე Android-ის ტელეფონში, ან იქნება ეს iOS-ი, რაც უნდა იყოს, გაგიხსნებათ ჩვეულებრივად development mode-ი და შესაბამისად ტელეფონში შეგიძლიათ აკონტროლოთ რას აწყობთ. ძალიან საინტერესოა. მოდი როცა დააყენებს, დაგიბრუნდებით. ოკეი, დაგიბრუნდით, დააყენდა ჩვენი აპლიკაცია და ეხლა მოდი ავდგები და მე როგორც კურსორ IDL-ის მომხმარებელი გავხსნით კურსორს და მოდი შევხედოთ ეხლა რა ხდება ჩვენს
ჩვენს თავს და ზოგადად რას გვთავაზობს ახლა Expo, რატო არის ჩემი აზრით ძალიან მაგარი და ხომ შემოგთავაზებთ ყველაფერს. აგერ არის ჩვენი React Creatives პროექტი. მოდი, ხსნას ახლა როგორ შეიძლება ეს მოვაკეთოთ. ჩვენი აიდიელი ესე გავუშვათ. იქნება მშვენიერი, ხო? მეგონი ძალიან კაია. და ეხლა მჭირდება რომ გავხსნა ტერმინალი და ტერმინალს გავხსნა Control tilde-ს დავაჭერ, მოდი, ხო? ჩვეულებრივად გავხსნი ტერმინალს და ჩვენ ტერმინალში ეხლა შემიძლია მე აქ გავუშვა npm start. შესაბამისად, ნუ ეხაც პირველად სტარტავთ ჩვენ Expo servers, შესაბამისად ამასაც ცოტაოდენი დრო დაჭირდება. დაისტარტოს. ხო, შესაბამისად, ეხლა ვნახავთ რა არის შესაძლებელი და რისი გაკეთება არის შესაძლებელი, ხო? ისევე როგორც QR კოდი შემიძლია რომ დავასკანერო, ასევე შემიძლია რაღაცა აიდიოლში გავხსნა და აი აქ ვიმუშაო, ხო? მსგავსი რაღაცა შეგვიძლია. კაი, მოდი დავუყოთ და დაგვიბრუნდებით. აი, როგორც ხედავთ, ეხლა საქმეში ჩაერთო ჩვენი metro bundleri, როგორც ესეთი, შეგვიქმნა აქ Expo, ხო? შესაბამისად, ნუ მოდი კურსის გარშემო სანამ ეხლა გამოგვიხდება ტერმინალში რაღაცეები, აქვე ვიტყვი რომ დიდ მნიშვნელობას მივაქცენ TypeScript-ს, ასევე ვისწავლეთ ზუსტენს, ხო? როგორ შეიძლება ზუსტენდით state management-ი და ნუ ზოგადად React Native UI კომპონენტების შექმნა და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ეპიზოდი გამოვა და საკმაოდ სიღრმისეულ ცოდნას შეიძენთ, რამოდენიმე challenge-ს გავაკეთებთ, შეიძლება პროექტიც კი გავაკეთოთ და ნუ შემდგომ შევხედოთ როგორ მოგვიწონება ეს ყველაფერი. კაი, ამ შემთხვევაში ახლა როგორც ხედავთ და როგორც გითხარით უკვე აქ რაც გვაქვს ეს არის აი ეს, ხო? ვიდეოში QR კოდი, რომელიც შეგიძლიათ Expo-s აპლიკაცია ჩაიწეროთ, იმ აპლიკაციიდან დაასკანეროთ და ტელეფონში გაგხსნებათ აი ესეთი მსგავსი ემულატორი. მე ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ თან ვიძერ, მირჩევნია რომ Android-ის ემულატორი გამოვიყენო ყველა ვარიანტში, ვიდრე ცალკე კიდე რაღაც ტელეფონის სკრინი ვიღო, ამიტომ ვინც იყენებთ Android-ის ემულატორს, აი აქ უბრალოდ ის დააჭირეთ, რომელიც ადგილად ახლა გახსნის. შესაბამისად გაგვიხსნის და დაველოდოთ აბა რას იზავს. აი აქედან შეგვიძლია კიდე სხვადასხვა რაღაცები, მაგალითად OS რო დავაჭირო. ადგება და გახსნის, ოკეი, აქ გამიხსნა რაღაცა. ედიტორი IDE-ში არ მინდა toggle menu რო ვნახოთ. აქ ერთხოვში ხო? ჯონლურად გავხსნით menus და შესაბამისად თუ შეგვიძლია მაგალითად reload-ი გავუკეთოთ. და ახლა ნუ IDE-ში დავიდან დააკავშირებს. გვაქვს აქ სხვადასხვა option-ი, შესაბამისად ნუ თავისუფლად იქცენით დავი, ნახეთ, გახსენით დებაგერი მაგალითად, ვები შეგვიძლია გავხსნათ, ხო? სხვადასხვა რაღაცის კეთება შეგვიძლია, ამ შემთხვევაში მე უბრალოდ დავარილოუდე და დაველოდოთ რომ IDE-ში დაარილოუდოს და შესაბამისად გავაგრძელოთ და ჩვენი მაგალითად რაღაც welcome message-ი დავწეროთ და დღეს IDE-ში დავასრულოთ. შემიძლია უკვე სრულიად საკმარისი იქნება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, შეიძლება საათიც კი მოგინდათ environment-ის
გამართვამდე, ამიტომ ხო. დავუყოთ და გავხსოვთ. ხო, შესაბამისად აქ რაღაცა change-ები გავაკეთეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა ემულატორი გამიგიშდა. შემთხვევაში ჩაირთვება ახლა ჩვენი ემულატორი. ზოგადად, სიმართლე რომ ვთქვა, მე ამაზე მერჩევნია building-ი ტელეფონზე უყურო, ვიდრე ემულატორში. ზოგადად ემულატორსაც ბევრი ენერგიაც მიაქვს, to be honest. და ხო, შესაბამისად, დღეს გვაქვს სრული introduction-ი. არ დაგავიწყდეთ, რა თქმა უნდა, არხის გამოწერა. ასევე description-ში იქნება. დონაციის ლინკი, შესაბამისად შეგიძლიათ ჩათვალეთ ეგარი რეგისტრაცია, რამდენიც შეძლებთ და რამდენიც იქნება ხელმისაწვდომი თქვენთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს, ხო? თავარი თუ არის ეგ ხა, ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ ემულატორი თუ არ დაგტანჯავს, იქნება. აი, თავიდან სადოთ აბა გავუშვათ ჩვენი Android-ი და ვნახოთ რა სიზავს. რაღაცა ერორი გვაქვს ახლა აქ ჩვენ. რაღაცა აქ შემიძლია ისწავლო რომ manual შევყვანოთ. შეგვიყვანა შევყვანოთ manual, მაგრამ ახოთ რა სიზავს. ისევ დაკეცო. და მიჩხუბებია. თუ რა. Tommy connect. თავიდან ჩაიწერს იდეაში და წესით უკვე და უნდა დავაკონექტოთ რა, ანუ ამდენი ბრძოლის და ომის შემდგომ წესით უნდა დაბანდლოს. წესით და რიგით უნდა დაბანდლოს. ჩვენი React Native-ის YouTube კურსი. და შეძლო მან და დაბანდლა, გილოცავთ მეგობრებო. ჩვენი პირველი აპლიკაცია ჩავტვირთეთ ემულატორში. ნამდვილად სასიხარულო ამბავია და ეხლა მოკლედ აქ მაგალითად შეგვიძლია დავწეროთ Congrats everyone. We are starting React Native. დავასეივებ და შესაბამისად ინდიაში ჯობით არ გვიჩანს, ხო? კი ბატონო, გამოგვიჩნდა, ხო, ну ცოტა ბანდლის ამბავია, მაგრამ ჯობათ დავბანდეთ, ხო, აქეთაც რაღაცა გვაქვს, შესაბამისად. ხო, ამ მომენტში, იდეაში დღეს სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა რომ მეჩვენებინა. შესაბამისად, როგორც მახსენე კვირაში, შეძლებლის დაგვარად, ახლა ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია კვირაში 3-ჯერ. ხო, ზოგადად მიყვარს მსგავსი საქმის კეთება, არის სრულიად side hobby პროექტი ეს ჩემი და შესაბამისად კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ შევძლებ რომ შემოგთავაზოთ სტაბილურად ეს კურსი, შესაბამისად შესაძლოა გეკნოთ რომ საიტაც ჩაუჯდეთ, როგორც გავიარეთ უკვე. აიმაღლოთ თქვენი სკილები და ამოყავოთ React Native და გახდეთ უკეთესი დეველოპერები ზოგადად ყველასთვის. წარმატებები გისურვებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო და ასუპორტეთ ჩვენი პროექტი, links ნახავთ description-ში. დროებით მეგობრებო.